მოკლედ ჩვენ განვიხილეთ აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდებოდა, ეხლა აუცილებლად უნდა შევეხოთ იმერეთის სამეფოსა და სამცხე საათაბაგოს. იმერეთი ოსმალთა გავლენის ქვეშ არის და აქ მათ შორის დროთა განმავლობაში ქუთაისთანაც ან ქუთაისშიც ასევე იმერეთის სხვა ციხეებში თურქთა გარნიზონიც დგას, მაგრამ არა ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან უჭირთ იმერეთის მთაგორიან ტერიტორიაზე გაბატონება, ამიტომ ოსმალეთის ბატონობას იმერეთში უფრო არა ისეთი ხასიათი აქვს, რომ მუდმივად ის ამ სამეფოს ოსმალთა ჯარი აკონტროლებს, არამედ ეს ვლინდება იმაში, რომ იმერეთის მეფე იძულებულია აღიაროს ოსმალეთის ქვეშევრდომობა, იძულებულია რიგ შემთხვევებში ხარკი უხადოს მას. თუმცა მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის იმ ტოლფასოვანი ირანის ბატონობისა ქართლში ან კახეთში, რომელსაც ჩვენ მე-16 საუკუნეში ვხედავთ, ან მე-17 საუკუნეში ლექციის შემდგომ ნაწილებში, როცა განვიხილავთ. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უშუალოდ იმერეთი და დასავლეთ საქართველო თუ შავი ზღვის პირა მხარეს არ ჩავთვლით, მაინდა-მაინც უფრო მეტად თავისუფალი, უფრო ნაკლებ განიცდის ოსმალთა პირდაპირ მმართველობას. მეორე, რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს, ის უკავშირდება იმერეთის მეფე ბაგრატს, რომელიც 1510-1565 წლებში მეფობს და ითვლება, რომ ბაგრატი ერთ-ერთი ძლიერი მეფეა იმერეთისა. სხვათა შორის შემდგომ პერიოდში იმერეთში ისეთი უმაგალითო ფეოდალური ანარქია დაისადგურებს, რომ იქ ძლიერი მეფის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება. ბაგრატის მეფობა ცოტა რთულად დაიწყო, მას უნდა დაეძლია ერთი მთავართა თვითნებობა, ამაზე ჩვენ ქვემოთ უფრო ვისაუბრებთ და მეორე თვითონ იმერეთის ფეოდალთა ლტოლვა განცალკევებისაკენ და დაპირისპირება მათი სამეფო ხელისუფლებასთან. მეტნაკლებად ბაგრატ მესამემ ეს პრობლემები დაძლია, ყოველ შემთხვევაში მან სამეფო ძალაუფლება უფრო გაამყარა, როგორც შიდა ძალებთან ჭიდილის შედეგად, ისე იმით, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდა ოსმალეთისაგან. მაგრამ ერთ-ერთ დიდ საფრთხეს, რასაც იმერეთის სამეფო განიცდიდა, ეს საფრთხე მოდიოდა, რაც რა თქმა უნდა ოსმალთა დამპყრობლობას უკავშირდებოდა, ეს საფრთხე მოდიოდა სამხრეთიდან, სამცხე საათაბაგოდან. სამცხე საათაბაგო ჯერ არ არის ოსმალეთის თქვათ ტერიტორია, მისგან ბოლომდე დაპყრობილი, თუმცა ოსმალთა პოზიციები აქ სულ უფრო მკვიდრდება, უფრო მყარდება და ამაში ბრალი როგორც ოსმალეთის დამპყრობლურ პოლიტიკას მიუძღვის, ისე სამცხის ათაბაგთა უცნაურ თუ არც თუ უცნაურ კაცმა რო თქვას, იმიტომ რომ ესეთი პოლიტიკა მათთვის ხშირად ნიშანდობლივი იყო, მათ პოლიტიკასაც მიუძღვის ამაში ბრალი. მხედველობაში მაქვს ის, რომ სამცხის მთავრები უპრობლემოდ ატარებენ ჯარს ოსმალთა იმერეთის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით სამცხე თითქოს ამით დაურბეველი რჩება, იმიტომ რომ ეს ჯარი ძირითადად იმერეთის დასაპყრობად იბრძვის, მაგრამ თავისთავად შედეგი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იმერეთი სუსტდება, მაგრამ მეორე ძალიან კარგად ვცნობთ, რომ ასე გაშინაურება ოსმალეთისა სამცხესთან მას კარგ შედეგს არაფრით არ მოუტანს და ერთხელაც იქნება ეს ჯარი აღარ გავა უკვე სამცხიდან და მოხდება ამით სამცხის მეტნაკლებად უმტკინეულო დაპყრობა. რეალურად ასეც განვითარდება მოვლენები, მაგრამ მანამდე ბაგრატ მესამეს სურს, რომ ეს პრობლემა როგორმე მოხსნას, როგორმე მოაგვაროს და მიიღებს აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას, როდესაც ის სამცხეში შევა და დაიწყებს ბრძოლას სამცხის მთავართან, მყარყარე მეორე ჯაყელთან. გადამწყვეტი ბრძოლა 1535 წელს გაიმართება მურჯახეთთან, ბრძოლა იმერეთის მეფის გამარჯვებით დასრულდება, მყარყარე ჯაყელს დაატყვევებს, სამცხეს შემოიერთებს, რა თქმა უნდა, ვცნობთ უკვე რომ დიდი გამარჯვება, მაგრამ და მესხთა დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა,
ბაგრატს ამას მიესალმება, იმიტომ რომ ის მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ალბათ გრძნობენ ძალიან კარგად თუ სანამდე მიყავს საქმე ყვარყვარე ჯაყელისა და მისი მომხრეების პოლიტიკას, თუმცა ყველა ასე როდი ფიქრობს, ზოგიერთი დიდი აზნაური, დიდი ფეოდალი სამცხისა არ სურს რომ შეეგუოს ბაგრატის გამარჯვებას. ერთ-ერთი მათგანი არის ოთარ შალიკაშვილი, რომელიც ოსმალთა სულთანს სთხოვს დახმარებას, რათა სამცხის დამოუკიდებლობა აღადგინოს და ყველამ ჯაყელებს დაუბრუნოს, თქვათ, ათაბაგობა, ანუ სამთავროს ტახტი. ოსმალთა სულთანი უყურადღებოდ ბუნებრივი არ დატოვებს შალიკაშვილის ამ თხოვნას, იმიტომ რომ მისთვისაც სრულად მიუღებელია იმერეთის სამეფოს გაძლიერება ერთი მხრივ და მეორე მხრივ გაძლიერება, როდესაც ხდება სამცხის ოსმალთათვის დაკარგვის ხარჯზე. ანუ ჯარს გამოგზავნის, ბაგრატს ეხმარება ქართლის მეფე ლუარსაბ-პირველი, გახსოვთ მე გითხარით ლექციის დასაწყისში, რომ ლუარსაბ-პირველი არა მარტო ქართლის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, არამედ მთელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ის შეფასება ბერი ეგნატაშვილისა ამასაც ეხმიანება ამ ფაქტს, გახსოვთ ალბათ ხო, რომ ესოდენ ბრძოლა რო არ ექნაო ლუარსაბსო, არა მარტო ქართლი, არამედ მთელი საქართველოს სარკინოც გახდებოდაო, სარკინოს კნულიყო. აი ესეც ჰქონდა მხედველობაში, რომ ქართველობის დამოუკიდებლობისათვის ლუარსაბ-პირველი ქართთან ერთად იმერეთშიც იბრძვის, იმიტომ რომ ბაგრატს ეხმარება თავისი ჯარით ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრძოლა გაიმართება სოხოისტას ველზე 1545 წელს და ის დამთავრდება ქართული ძალების დამარცხებით. სანამ ამ შედეგებზე ვისაუბრებდით, რაც ამ დამარცხებას მოყვა, მანამდე უნდა ვთქვათ, რამდენიმე პირობა, რამაც ეს დამარცხება გამოიწვია. პირობა ერთი და მთავარი შეიძლება ისიც იყოს, რომ ოსმალთა ჯარი მრავალრიცხოვანია, თუმცა ახლა ეს ყოველთვის ეგრეა ხოლმე. ვიგებთ თუ ვაგებთ, ჩვენი მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თითქმის ყოველთვის აღემატება ჩვენსას, მაგრამ ესეთი ბრძოლებიც ქართულ მხარეს არაერთი მოუგია. შინაგანი წინააღმდეგობაც ქმნიდა სირთულეს, მაგალითად ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო, ამ საერთო ეროვნულ საქმეს ფაქტურად განუდგა ოდიშის მთავარი დადიანი, ოდიში კი ამ დროს სამეგრელოსთან ერთად აფხაზეთსაც აერთიანებდა. განუდგა იმავე მოსაზრებით, რა მოსაზრებითაც თქვათ, სხვა დროს განდგომიან სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი მთავრები, ანუ გამარჯვება ბაგრატის გაძლიერებას ნიშნავს, გაძლიერებული იმერეთის მეფე იმერეთის სამეფოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სამთავროს ვერ აიტანს, ანუ მეორე ნაბიჯი ალბათ ბაგრატისა ის იქნება, რომ ოდიშის მთავარი უფრო მეტად დაიქვემდებაროს და მის დამოუკიდებლობას, რაც ფაქტია, ასე ვთქვათ, წერტილი დაუსვას. მეორე პრობლემაც შეიქმნა თვითონ მესხებისგან. მე გითხარით, რომ მესხი აზნაურები, ზოგადად მესხი მოსახლეობა ჩადგა იმერეთის სამეფოს სამსახურში. ხო, მაგრამ მესხებმა აი ამ ბრძოლაში ითხოვეს მოწინავეობა. საერთოდ ესე ტრადიცია არსებობდა ქართულ ლაშქარში უკვე დიდი ხანია, როცა საქართველო ერთიანი იყო, რომ მესხებს მოწინავე პოზიციები ჰქონდათ ჯარში და შემდეგ უკვე სხვა მხარეებიდან გამოსული ლაშქარი მოსდევდა მათ. ამ შემთხვევაში აი ამ ტრადიციის ვთქვათ აღდგენას მოითხოვდნენ ისინი, რომ ბრძოლის წინა რიგებში, ჯარის წინა რიგებში, სწორედ მესხები ყოფილიყვნენ ჩაყენებული. არ ვიცი ზუსტად მოტივი, მაგრამ ბაგრატმა უარი თქვა მესხთა თხოვნაზე თუ მოთხოვნაზე, შეიძლება იმიტომ რომ მას უფრო საკუთარი სამეფოს იმერეთის ჯარის იმედი ჰქონდა, შეიძლება ვინმე მას აჯერებდა კიდეც, რომ სახიფათოა მესხების წინა რიგებში ჩაყენება, როცა სამცხისთვის ბრძოლას ეხება საქმე, იმიტომ რომ მათი ნაწილი შეიძლება ვთქვათ ისევე მოიქცეს როგორც შალიკაშვილი მოიქცა, ანუ გადავიდეს ვთქვათ
მეორე მხარეს, თუმცა არ ვიცი რამდენად იძლეოდნენ თვითონ მესხები ასეთი ეჭვის საფუძველს. ფაქტი ერთია, რომ ბაგრატმა არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ფაქტი მეორეა, რომ განაწყენებული მესხები ფაქტურად ვარს ამბობენ ამ ბრძოლაში მონაწილეობაზე. აი ლუარსაბ-პირველის დახმარება ბაგრატ მეფის ძალის ხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულებულიყო. შედეგი იყო ძალიან მძიმე, ანუ ერთი დამარცხება, მეორე სამცხის გამოყოფა იმერეთიდან, მაგრამ შედეგი კიდევ უფრო მძიმე იყო, რომ ფაქტიურად ეს გამარჯვება ოსმალეთისა სოხოისტას ველზე საფუძვლად დაედო უკვე სამცხის მიტაცებას ოსმალეთისაგან. თავდაპირველ ეტაპზე სამცხე თითქოს საათაბაგო თითქოს დამოუკიდებელია, მას ჯაყელები მართავენ, მაგრამ თანდათანობით აქ უკვე ფეხს იკიდებს და ბატონდება ოსმალეთი და საბოლოო ჯამში საქართველოს ეს ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში ფაქტურად თითქმის 3 საუკუნე ცოტა აკლია და აღმოჩნდება ოსმალთა იმპერიის უშუალო ტერიტორია, ანუ მას ოსმალეთი მიიტაცებს. უბრალოდ მე მინდა მაინც განვასხვაოთ, კი არ დაიპყრობს და ხარხს კი არ დაადებს, კი არ დაავალებს, რომ ჯარით ემსახუროს და ასე შემდეგ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. არამედ უბრალოდ მიიტაცებს. იქ საკუთარ მმართველობას დაამყარებს, საკუთარ კანონებს შემოიღებს, თუმცა ფორმალურად კვლავ ჯაყელები მართავენ სამცხეს. ახალციხის საფაშო ეს იქნება ოსმალური საფაშო, აი ამათ გადაკეთდება სამცხე საათაბაგო და ოსმალეთი ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ გააძლიეროს თავისი ექსპანსია, თავისი ასიმილატორული პოლიტიკა და თანდათანობით ქრისტიანობის დევნა გახდება უკვე ესეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ადგილობრივი მოსახლეობა მართალია დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაგრამ მაინც იძულებული გახდება, რომ მიიღოს ისლამი. ეს არ ნიშნავს, რომ მათში წაიშლება ქართველობა, არ ნიშნავს, რომ ისინი ვთქვათ ეთნიკურად გადაგვარდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით კიდევ უფრო მოწყდებიან ქართულ სამყაროს. ყოველ შემთხვევაში სამცხე საათაბაგო აღმოჩნდება ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე შედეგი. დამარცხების შემდეგ ბაგრატ მესამე სულ უფრო კარგავს კონტროლს ოდიშის სამთავროზე, თუმცა მალე ის გურიის სამთავროზეც დაკარგავს კონტროლს. ანუ ეს რა თქმა უნდა უკვე ნიშნავს, რომ იმერეთის სამეფო, რომელიც აქამდე გაძლიერების გზით მიდიოდა, ამიერიდან ისევ სუსტდება და შემდგომ პერიოდში ეს დასუსტება უფრო საგრძნობი გახდება.